ჩვენ მსოფლიო ამბებს მოვიხილავთ, დავიწყოთ ჩინეთით 4 ჩინელი მაღაროელი, რომლებიც მიწის ქვეშ 36 დღის მანძილზე იყვნენ გამომწყვლეული, დღეს სათითაოდ მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მაშველებმა მიწისქვეშა თავშესაფრისკენ 220 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი გათხარეს. ბურღვის დაწყებამდე მაშველებმა ულტრაისფერის სკანერით დააზვერეს ჩამონგრეული შახტის ჭრილი, სადაც ცოცხალი მაშველები აღმოაჩინეს. Which captured images of one trapped miner. CCTV-ს მიერ გავრცელებულ მასალას უყურებთ. Any missteps with the drilling could have triggered disastrous water seepage or flood. მოულოდნელად გაჩენილმა მასიურმა ორმოებმა ორეგონის 101 ტრასის მონაკვეთები გადაკეტა. ინციდენტის ხერხი არ მოყოლია, მაგრამ ორმოებმა შეაფერხა სატრანსპორტო მოძრაობა და რამდენიმე ადგილობრივი ბიზნესიც დააზარალა. Deutsche Welle-ის ინფორმაციით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში მოსულმა დიდძალმა ნალექმა ორეგონში ეროზიის სერიები გამოიწვია. No one was harmed when the road caved in, and cleanup efforts are already underway. But it could be months until the highway is back to normal. Several business owners have had to close their stores because of the fissure. Oregon has been plagued by heavy rains in recent months, and authorities say that has triggered erosion around the region. დაზიანებული სატვირთო გემი Modern Express უკვე რამდენიმე დღეა შეიძლება ითქვას უგზო-უკვლად დაცურავს საფრანგეთის ატლანტიკის სანაპიროსთან. ფრანგები უშედეგოდ ცდილობენ მის ბუქსირზე გამობმას, რასაც ხომალდის დიდი გადახრა და ცუდი ამინდიც ართულებს. სანაპირო მართვის წარმომადგენლების განცხადებით, თუ ვერ მოხერხდა დაზიანებული Modern Express-ის ბუქსირება, ის უახლოეს საათებში შესაძლოა ნაპირთან შეჯახებას ემსხვერპლოს. The head of France's Atlantic Coast Authority says if the towing doesn't work today, the Modern Express will hit sandbanks off the coast of the Landes department between Monday night and Tuesday night. Et mardi soir. The ship is carrying 3,600 tons of wood along with construction machinery bound for France from Gabon. It also has 300 tons of oil in its fuel tanks, which so far are not leaking. The crew was evacuated by helicopter last week after it's thought the cargo shifted in high seas, causing the ship to list heavily on one side. Russia Today's ინფორმაციით თურქულმა პოლიციამ წამოიწყო რეიდები სტამბულში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრების წინააღმდეგ, რასაც ქურთების მხარდამჭერთა პროტესტი მოჰყვა. ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მხარდამჭერები თურქულ პოლიციას ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილებით დაუპირისპირდნენ. ეს იყო ბოლო ინფორმაცია რუბრიკაში მსოფლიო დღეს.